აბა მოგესალმებით. ჩემო მეგობრებო, გავწმინდოთ აქაურობა. გავფანტოთ ცუდი ფიქრები, ცუდი აზრები. იმედია კარგად ხართ. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის. აი ამ ურთიერთკავშირისთვის, რომელიც გვაქვს. მადლობა რომ იყურებთ და ხართ ჩემ არხზე. მადლობა რომ მიკომენტარებთ, მილაიქებთ. და კავშირი რო არის? არის კავშირი, დიახ, არის. და დავიწყოთ ახლა ტრადიციულად დღევანდელი დღის ენერგიები. აბა, ჯერ ვნახოთ ენერგიები. დღევანდელი დღის ენერგიები არა აქვს მნიშვნელობა, როდის შემოხვალთ, როდის უყურებთ, როცა კი იქნება ეს ვიდეო თქვენთვის აქტუალური, მაშინ ემუშავებს. დღევანდელი დღის ენერგიები. ენერგიები არის მიზიდულობის, ენერგიები არის ძალიან კარგი. პირველივე ამოვიდა, ესე იგი, ადამიანი ქალი, რომელიც ავსებულია ფინანსურად, ასევე სულიერად, მინდა ვთქვა, სიყვარულით, სიხარულით და იმდენად სავსეა ემოციური ფონი, აქ იკითხება ემოციური ფონი, იმდენად უხარია, ხო? არ ვიცი, რა მოვლენა მამაკაცთან დაკავშირებით, რა შემოთავაზება, რა ახალი დასაწყისი, ვისთვის როგორ საჯარო გაშლა, მაგრამ გადასარევი ენერგია, პოზიტიური, ზოგისთვის ახალი მამაკაცია, ზოგისთვის შეიძლება ის ძველია და ახალი შემოტრიალება, ანუ თავიდან დაწყება სიტუაციის და რაღაც ამბის გაგება პირადზე, რა თქმა უნდა, ზოგისთვის აყვავება, ფინანსი, ბიზნესი, რაღაც სფერო, რაც თქვენ გაინტერესებთ, ანუ აქ სიუხვეც იგულისხმება. კიდე ერთი კვირა მეუბნებიან, ერთი კვირა რაღაცა გაქვთ გასაკეთებელი. არ ვიცი, რა აფირმაციას აკეთებთ, რა მედიტაციას აკეთებთ, რას ლოცულობთ, რას მიმართავთ სამყაროში, რას გამოსცემთ, მაგრამ ეს ყველაფერი შეისმინება თქვენი გაჟღერებული, თუნდაც სურვილი, თხოვნა, ვედრება, ანუ ყველაფერი შეისმინება ეხლა. და ხვალ არის ზუსტად ესეთი დღე, აქტუალური, ამისთვის თან იწყება ახალმთვარეობა და ახალმთვარეობის დროს მოსაზიდი ენერგია მოდის. ნახეთ, ძველს უშვებ, როცა დღეს ბოლო დღეა, ხო? კლებადი მთვარეა, დღეს ბოლო დღეა, ანუ ვიწმინდებით. ეს ხდება სულიერად, ეხლა ფიზიკურად თუ ვერ გააკეთე, ხო, რაღაცაები, სულიერად ვიძახი. ცუდი ფიქრები გაუშვი, ტოქსიკური ადამიანები, ურთიერთობები, ნეგატივი და იწყება თავიდან განახლებული ძალებით აღდგენა. აი ესეთი კარგი ენერგიები მოდის. მაგრამ სამუშაო გაქვთ ერთი კვირა კიდე. რასაც აკეთებდით, რასაც აპრაქტიკებდით, გააგრძელეთ. ეხლა ერთი კვირის განმავლობაში თქვენ პირადი. როგორ წარიმართება, ვინც ეხლა ამ ვიდეოს ხედავს, პირადი ურთიერთობები. ადამიანზე პირადს, როგორი სიტუაციები იქნება ზოგადად საჯარო გაშლა. აქ ორი ადამიანი გამოდის შემოკარგებოდ, დიახ. ორი ადამიანი, ვისგანაც გაქვთ რაღაც სასიყვარულო რომანი, ფლირტი, შემოთავაზება, მესიჯი, ან გამოჩნდება მეორეც. თუ ეხლა ერთი ყავთ, იცოდეთ, რომ მეორე უფრო შემდგარი გამოჩნდება. შემოგთავაზებთ არა მარტო გულს, არამედ გრძნობას და ასევე რაღაც სტაბილურ ურთიერთობას. ნახეთ, როგორ სიყვარულით აივსებით და გზიდან მოდის, ჩქარა მოდის. დაელოდეთ, ძალიან სასიხარულო ამბავია, ორი ადამიანი, ორ პერიოდში. ნახოთ ახლა, როგორი ადამიანი იქნება ის დაახლოებით, კრიტერიუმებით რომ მივხვდეთ, ვინც მოდის, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს და ვისთვისაც რეზონირდა და მგონია რომ უმრავლესობას რეზონირდება უმრავლესობისთვის, იმიტომ რომ ეს მე ისევ შლირო
თითქმის ყველაზე მიდის, პასუხი მოდის და ყველაფერი სამყაროში არაფერი არც ერთ სიტყვა არ იკარგება. ჯერ ერთი ბნებიანი ადამიანი იქნება, თვითონ ამოვარდა კარტი, მერე ის რომ ძალიან აქტიური იქნება, მოიხიბლება თქვენი სილამაზით, აი გარეგნულად მოეწონებით ძალიან. აი გაზაფხული დადგება მის სულში. და იმ მომენტში რაღაც აი ნებათა ღელობა დაემართება, ეხა მამაკაცია და ალბათ გასაგებია, ინტიმი, რაღაც აი ესეთი ვარიანტი. ნახეთ როგორი კარტი ამოვიდა. აი ესეთი რაღაცა მოუნდება, მაგრამ მე თვითონ ეს მამაკაცი მაინტერესებს როგორი მოდის თქვენთვისგან. ახალი, ხო, ძველები ვიცით ეხლა ვიც არიან, მაგრამ ახალი, აი როგორი მოდის, რომ თქვენ იცნოთ. დაახლოებით რომ გითხრათ. პირველ რიგში ამასაც დანგრეული აქვს ოჯახი, როგორც ჩანს ამ ადამიანს, ან ურთიერთობა, ან კავშირი გაწყვეტილი ქალთან, ხო? კაი ხანია უკვე, ან დაშორებულია, ან დამთავრებულია და ძალიან დიდი კონფლიქტის, ჩარევის, აი რაღაც აურზაურის ფონზე. ნახეთ, როგორი პიროვნება იქნება. შეიძლება ოფიციალურად არ იყოს დაშორებული, მაგრამ ადამიანი, რომელიც კაი ხანია არ ყავს პარტნიორი ქალი და ეძებს პარტნიორს, ანუ როგორ პარტნიორს, სიყვარულის პარტნიორს. ქალს, რომელთანაც იქნება გრძნობა, სიყვარული. ნახეთ, ვისაც დაეყრდნობა, იმიტომ რომ პირველ რიგში იქნება აქ ჩანს, რომ რაღაცა ექნება, ანუ სტაბილურობა ჩანს, სამსახური არ ვიცი რა. არ არის ხა ვიღაც ნიში ბროტი, ხო? რუსული სიტყვა ვთქვი. ანუ რაღაცა სტაბილურობა უჩანს, რაღაც სამსახური ბიზნესი არ ვიცი რა, მაგრამ ურთიერთობები, ნახეთ, დანგრეული. შეიძლება დაშორებულიც არის. თუ არა და დაშორების პირასაა, იმიტომ რომ საშინელი, აი ორმოში ჩავარდიო რა, რო იტყვიან, აი დედა მიტირაო რა, ესეთი რაღაც ესეთი ფრაზები მოდის. და რა შეგახვედრებთ, აი თქვენ ორი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს ეს და აი რა სიტუაცია, რა ვითარება, რა გარემოება შეგახვედრებთ ამ ადამიანს, ამ ახალ ადამიანს, ხო? ეხლა თუ მედიტაციაზე დადიხართ რაღაც ისეთი წრეა, სადაც ხვდებით, შეიძლება ესეთი ვარიანტიც იყოს, იმიტომ რომ პირველი ამოვიდა კაცი, რომელიც აი ესეთი მედიტაციის პოზაში ზის. მეორე ამოვიდა ის, რომ კაცი, რომელიც რაღაც სამსახური აქვს, რაღაც ჩინმედლები აქვს, შეიძლება რაღაც რა ვიცი, ბოსიან. რაღაცა ოფისი აქვს და ხელმძღვანელიან, უფროსის მოადგილიან, რა ვიცი რა, სტატუსებია კიდე. აი რაღაცა ინტელექტუალია რა, არ არის ხა ვიღაც, ხო? თავიდანვე ამოვიდა, რომ ფინანსურად კარგად იყო, სტაბილურად იყო და თან მუშაობს, სულ სამსახურშია ჩაბმული, მაგრამ ეს მედიტაციური სიტუაცია რატო ამოვიდა? ნახეთ, შემოფარგლულია მხოლოდ სამსახურზე, ანუ პირადი აქ აესე რა, ჩაკეტილი. იმიტომ რომ მის გულში ხდება რაც ხდება და ეძებს კი ბატონო. ეძებს ქალს, რომელიც შემოუტანს გაზაფხულს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თავისი მრავალფეროვანი ფერთა გამით, ესეთი ულამაზესი ფერებით, პალიტრით, ხო, აი სიყვარულის ფერი, როგორია ვარდისფერი, წითელი, ოქროსფერი, ყვითელი, მწვანე, ხო, აი გულის ჩაკრა. აი დაახლოებით, ხო, რომ აღწერო. აი ულამაზესი ფერები, ხო? ქალს ეძებს, რომელიც გაათბობს, იმიტომ რომ ნახეთ როგორი ჩაკეტილია. ეს მისი იარებია, მისი ტკივილია, მისი გულის, აი რო იტყვიან, დარდია, მისი ფიქრებია, ოღონდ პირადი ცხოვრება, რომელსაც არ ამხელს, რა თქმა უნდა, ნახე, და ვერც გაარღვია, იმიტომ რომ სულ აი ამ ჩაბეჭდილია ამ ლოდებში, ნახე, ზის. და რაც თავარია, მისი ფიქრები მიმართული ახლა ამ მომენტში არის უზენაესთან, ხო? აი ძალებთან, უმაღლეს ძალებთან. და დახმარებას ითხოვს, იმიტომ რომ ძალიან ტკინვეული პერიოდი ან გაიარა, ან ეხლა გადის. პირადს გულისხმობ.
დახმარებას ითხოვს, ანუ სასწაული თუ მიშველის, აი რაღაც ესეთი ფრაზა რა, მისი ცხოვრების მომენტი, არ ვიცი. და რა გარემოება შეგახვედრებთ, ანუ შეიძლება მართლა გადიოდეს მედიტაციის რამე კურსებზე, სიტყვაზე ვიძახი, ან სამსახურიდან, იმიტომ რომ აქ ჩანს, რომ რაღაცის მართველი თუ არა, ეხლა ხელწამოსაკრავი არ არის, ხო? მეცვალყურეა, ხელმძღვანელია, რა ვიცი. head office manager-ი თუ რა ვიცი, როგორ დავარქვა. ხო. და აი თქვენ რო შეხვდებით, აი პირველი რა იქნება მისი აი ფიქრები, აი რა იქნება. რო შეხვდებით თქვენ ორი თვის მერე, პირველი რა იქნება მისი ფიქრები, რო დაგინახოთ აი ეს შემთხვევით. აუ, რა სწრაფად ისრევი მოხდება გოლში. პირდაპირ მიზანში ურტყავს, ანუ ხო ამოვიდა წინა კარჩი, რომ მოიხიბლება თქვენი სილამაზე. პირველი რაც მოხდება თვალში, რა თქმა უნდა, ესთეთიური სილამაზე. იმიტომ რომ იმდანაც მოვლილი ლამაზი მოწესრიგებული ქალური ხართ, რომ აი ეს ვერ იტყვის, ხა ისე თვალს ვერ რო იტყვიან განზე ვერ გაწევს თვალებს, იმიტომ რომ იმდანაც მოუნდება ესთეთიური სილამაზით ტკბობა, ხო, თვალს წყალი დავალევინე, ხო, არ ესეთი ფრაზა. აი ესეთი რაღაც მოხდება ეგრევე. ისკრები წამოვა, ხო? მერე პატივისცემაც გაუჩნდება, არ ვიცი, რატომ? საჯარო გაშლა, მაგრამ რაც თავარია, ნახე. აქ აი ესეთი ვნებათა ღელვით ამოდის ეს დასტა, რომელიც ნიშნავს აი ვარსკვლავივით, ხო? აი ხო არიან აი ესეთი რაღაცა ძალიან სხვანაირი სილამაზის ქალები, შეიძლება ვერ ავწერო ახლა ეს, აი შინაგანი სილამაზე რო აქვთ, ეს ქალურობა რო აქვთ შინაგანი, აი ამას დაინახავს, ამას იგრძნობს, ის რო გარეგნულად ხართ, კი, მაგრამ შინაგანად ხართ, აი ესეთი მგრძნობი არის, აი ესეთი ნამდვილი ქალი, გესმით? ნამდვილი ქალი და აი ამას დაინახავს, იმიტომ არის აქ ზღვა, იმიტომ არის ეს წყლის სტიქია, შეიძლება ხართ წყლის სტიქია, მაგრამ რაც თავარია სტარ მიუწვდომელი, ანუ აი ვარსკვლავივით რო ანათებს, ხო? და რო უყურებ ამ ვარსკვლავს და რო ტკბები. იმიტომ რომ არის ხართ თქვენ მისთვის იქნებით იმ მომენტში, აი უცებ მოხდება ეს რაღაც წამების ამბავია. რომ ალბათ თავისთვის ეხა ამას არ გაჩვენებთ, მაგრამ ანუ შეიძლება გაუკვირდეს, რომ აი როგორ მომაქცია ყურადღება, ან როგორ რაღაც რა, აი ესეთი ვარიანტი. იმდენად კარგი ხართ თქვენ გარეგნულად. და თქვენი, ანუ ის როგორი იქნება, აი რომ ნახავთ მას, ხო? თქვენ როგორ იცნობთ მას. თქვენ პირადად თქვენ გიშლით ეხლა, ხო? ვინც მიყურებთ, ჩემო კარგებო. და თქვენი განცდა, თქვენი ფიქრი როგორი იქნება. ნუ თქვენ იფიქრებთ რას, რომ აი ფულიანი. ანუ ფულიანი რა რაღაცა, ხო? ოფისია თუ საქმეა თუ რაღაცა ბიზნესია, სტაბილურად არის. მაგრამ ნახეთ რას იფიქრებთ თქვენ. მიხვდებით, რომ ინტიმური სიტუაციები წამოვა მისგან. რაღაც მომენტში მიხვდებით, რომ პირდაპირ მოუნდება, ნუ ეხლა მამაკაცია და მესმის მათი ორგანიზმი და ფიზიოლოგიური სხეული სხვანაირად აღიქვავს, ხო, ამ ყველაფერს და ის რაღაცა რომ რაღაცას მალავს, მაგრამ ეს დიდი ბნებაა და თვითონ ის აღმოჩნდება, აი კოლბის ქვეშ, ხო, რაღაცა აი გამოვა მდგომარეობაში და შეიძლება ვერც გაგრძნობინოთ ის, რომ როგორც ქალი ძალიან მიიზიდავს თქვენი სილამაზე რა. თქვენ დაფიქრდებით, იმიტომ რომ რაღაც სტატუსი აქვს ამ ადამიანს. სტატუსი. მაშინ ეხა დრო ვკითხოთ, ძალიან საინტერესო თემაა. მაგრამ საჯაროა, ხო? რაღაც მომენტები აუცილებლად ასრულდება. ოღონდ ეხა პერიოდი ვკითხოთ, ზუსტად, აი, ორი თვის განმავლობაში მოხდება ეს შეხვედრა.
ახალ ადამიანს. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, შეიძლება მითხრათ 2 თვე ესეთი ვადით, 2 თვის განმავლობაში. ხდება ეს მოულოდნელი, ეს ხო, ვითომ არაფერი, ვითომ შემთხვევით, რო ვიცით ხოლმე, ხო? ეს შეხვედრა, ეს 2 თვის ბადაში, ისევე სამოვიდა, ხედავ? ანუ აქ ეხლა რა მინდა გითხრათ, რაღაც ხელი შემშლელი ფაქტორები არის, რას ვიძახებ. რომ მანამდე შეიძლება თქვენ ამ ადამიანს შეხვედრილიყავით, რაღაც გარემოება, რაღაც სიტუაცია, რაღაცები გაკავშირებთ, მაგრამ რაღაც ხდებოდა ისე, რომ თქვენც გეშლებოდათ ხელი, მასაც ეშლებოდა ხელი. ანუ არ იყო ის დრო მოსული. ნახეთ, შემთხვევითობა ხო არ არსებობს სამყაროში. და აქაც ნახეთ, ამოდის, ну ეხლა ეს მინიშნება, ხო, წიგნებზე ზის, ანუ ინტელექტუალი კაცი, რაღაც ოფიციალური ესეთი რაღაც ხელმძღვანელი, დირექტორი. აი მეცინება. რაღაცა სტატუსი აქვს, ხო? სამსახური. და რაღაც აი ესეთი საქმიანი სიტუაცია. ან იუსტიციის რაღაცა იქ, რა ვიცი რა არის. აი რაღაცა საქმე, რაღაც საბუთები, რაღაც აი ესეთი სიტუაცია შეგახვედრებთ რა. ჯერჯერობით არა. მე ვიძახი მოვა ის დრო, როცა შეანჯღრევს პრობლემა. შეიძლება თქვენ ხართ ადვოკატი, არ ვიცი და თქვენი დახმარება დაჭირდეს და აი ესე ვიღაცის იმით მოვიდეს. იმიტომ რომ ნახეთ როგორი პრობლემები აქვს. ანჯღრევენ აშკარად. ან თქვენ დაგჭირდეთ ადვოკატი და ეს ადამიანია. ну, ყოველ შემთხვევაში რაღაც სტატუსი აქვს, რაღაც წარმატებულია, რაღაც ძალა აქვს, იმპერატორია, ну, მისი საქმის წამყვანი სპეციალისტია. პრობლემას ხედავ, ანუ მოხდება რაღაც სიტუაცია, ან იმის მხრიდან, ან ამის მხრიდან რაღაც იქნება იქ საბუთები თუ რა ვიცი რა, ну, ცოტა პრობლემატური ესეთი. აი ესეთი სიტუაცია რა, საბუთების, რაღაცის, იმის, ამის ჯღრევა არის. ჩარევა არის, სიტუაცია დაბრკოლება, რაღაც პრობლემა. კიდე სხვა პირიც ამოდის თქვენი მხრიდან, მარტო თქვენ არა, ვიღაცა კიდე თქვენთან ერთად იქნება, ერთად რაღაც. და აი ესეთ სიტუაციაში გაიცნობთ. და მე როგორ განვითარდება, აბა 2 თვის შემდეგ. როგორ განვითარდება ეს თქვენი აი ესეთი მოულოდნელი შეხვედრა, ხო? ჯერჯერობით დაფარულია კარტი მაჩვენებს. იმიტომ რომ ჯერ განვითარება აქ ხდება პირდაპირ გეუნებით, ახლა კიდევ ერთხელ ვიძახი, მე ახლა ზღაპრების მოყოლა არ მიყვარს. რა ინფორმაციაც მოდის სამყაროდან, იმას ვამბობ. ახლა გინდ ისე მიიღეთ, გინდ ასე მიიღეთ, იყო ბევრი რაღაცები, რასაც ვამბობდი წინა ვიდეოებში, ხო, არ ეხებოდა პირაც უკაცრავად, მაგრამ აუცილებლად უნდა გამეჟღერებინა და ასეც მოხდა. ყველაფერი მიდის იქამდე, რომ უნდა დაალაგდეს. უნდა დაალაგდეს, დასტაბილურდეს სიტუაცია და ზუსტადაც ის ყველაფერი, რაც იყო დაგროვილი, ეხლა და დაფარული, უნდა გამჟღავნდეს. ხო და ჩემი ბრალია? ისინი თუ არასწორად იქცეოდნენ, ისინი თუ რაღაცებს ჩადიოდნენ, ანუ ჩემნაირი სუფთა ადამიანები და თქვენც თუნდაც ვინც მიყურებთ, ხო, რატო უნდა ყოფილიყავით ნაკლებში აი ამ მასის გამო, რომელიც არაკეთილსინდისიერად იქცეოდა და მაგათ გამო რაღაცა საშინელებაში მოხვედრილი იყო ჩვენი ქვეყანა, ხო? ხო და ეხლა სიტყვაზე მოვაყოლე ეს ყველაფერი, რო არ გავაგრძელო. ნახეთ, როგორი სიტუაციაა, თითქოს აი შხამს რო დალევს ადამიანი. The poison რო მოიწამლება, ну, ლეტალური იმით. აი ესეთ სტაგნაციამდე ხართ მისული. თქვენ იმდენი შხამი გაქვთ, ოღონდ სხვებისგან,
მეტაფიზიკურად საუბრობ ეხლა, ხო გესმით რა? პირდაპირ მნიშვნელობით არ ვლაპარაკობ. ახალი დასაწყისი 1 თვიდან უკვე დაიწყება. 2 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს ეს რაღაც აი ესეთი შეხვედრა. ვითომ მოულოდნელი, ვითომ შემთხვევითი, ვითომ შემთხვევითობა არ არსებობს. აი არ არსებობს სამყაროში. მოვიდა ალბათ ეს პერიოდი, იმასაც ჭირდება, თქვენც გჭირდებათ და აგერ როგორც საყვარლები ისე გამოდიხართ, რა ვქნა. დაფარულია, კი, იმიტომ რომ დაფარული იქნება, high price-ის მეუბნება რომ საიდუმლო იქნება, ანუ თავიდანვე ჩანდა რომ ინტიმური სიტუაციით დაიწყება. კი, იქნება ძალიან დიდი ქიმია, იზიდულობა, აი ეს მოწონება პირველი შეხვედრისთანავე იმას ძალიან მაგრად. და ახალი დასაწყისი. მაგრამ თუნდაც ესე იყოს, მე მაგალითად ამის წინააღმდეგი არა ვარ, იმიტომ რომ საქმე ეხება სიყვარულს და გრძნობას, ხო? თუ ადამიანი დაიტანჯა ამ თქვენანის, ამდენი ხნის განმავლობაში რა? სიყვარულით რო დატკბე, ვერ გავიგე რატოა ცუდი, თუ აი ესე მოიწამლე ადამიანი, მოგწამლეს, ხო? აი ესე დღეში ჩაგაგდეს, შენი გრძნობები გაფლანგეს, გათანგეს, ლამის მოიკალიეს სიყვარულით. ახლა უსიყვარულობა, ჩემი აზრით, ხო, ჩემი სუბიექტური აზრია, უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე ის რომ ამ ადამიანთან თქვენ გქონდეთ აი ესეთი თბილი, ინტიმური და ნამდვილი სიყვარული, რა ვიცი. სიყვარული აკეთილშობილებს ადამიანს, სიყვარული ალამაზებს, შინაგანად აახალგაზრდავებს, აჯანსაღებს. სიყვარული ისეთი რამეა, ეს ნიჭია, ყველას არ შეუძლია, მაგრამ ეს გრძნობა ისეთია, რომ გინდა თუ არ გინდა კეთილი ხდები. და რაც უფრო მეტი სიკეთე იქნება და კეთილი ადამიანი იქნება, აბა რა ჯობია ეგზისტენციალურად ანგაჟირებული, აჟიტირებული და გაბოროტებული მასა. სიძულვილის ენით მოლაპარაკე? რასაც უყურეთ ამ თვეების განმავლობაში? ხო და დაფარული იქნება ჩემო კარგებო, იმიტომ რომ ინტიმური სიტუაცია იქნება და ძალიან კარგი. ძნობათა ღელვა იქნება ძალიან დიდი. აი ამ რო იყვიან მომკლეს და მერე გავცოცხლდი. აი ესეთი ვარიანტი იქნება. ახალი დასაწყისი. კი ბატონო, გაემზადეთ. რაღაც აი ესეთ ვითარებაში გაიცნობთ ამ ადამიანს ორჯერ მაჩვენეს რაღაც დაწესებულებაში, რაღაც ოფისში, რაღაც თანამდებობის ან პირი, ან ხელმძღვანელია, საბუთებთან წიგნები ეხა არ არის 19 საუკუნე რომ ლაიბრერიში, ბიბლიოთეკაში იჭდეს, ხო? ანუ რაღაც საბუთებთან კავშირი. და თქვენი არჩევა თქვენთვის ეხლა ეს რაც ვისაუბრეთ, ჩემი სუბიექტური აზრია. თქვენი აზრი გაქვთ და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და რაც უფრო მეტი სიყვარული იქნება, ძალიან კაი იქნება, დატკბება ეს სამყაროც და დამშვიდდება არემარეც. ხო და აი რჩევა, რას გირჩევდათ სამყარო, ამ ახალ პარტნიორთან, ახალ სიყვარულთან დაკავშირებით. ჩემო კარგებო, თქვენ ისეთი ტვირთი ზიდეთ, აგერ ჩანს ეხა საჯარო გაშლა შეიძლება შვილებიც გყავთ, თუ არ გყავთ შვილები, მაშინ თქვენი ცხოვრების დრამა იყო და სულ მუშაობდით, სულ ამ თქვენ ტვირთს, ხო, რასაც ზიდავდით, ტკივილი, ეს რაღაცა გულგაცრუება პარტნიორთან, რაღაც, აღარ მინდა ეხა უარყოფითზე გამამახვილ ყურადღება, სულ სამსახურში გადაგქონდათ. ეხლაც აი მუშაობთ, აი ესეთი მამაციკალი ხართ და სულ დაბრკოლება გაქვთ პირადის ამბავში, აი თითქოს არ გეხსნებათ. რაღაც გიშლით ხელს. რაღაც სულ თავდაცვის იმაში ხართ რა. სიტუაციაში, აი თავს რო იცავ რა, რომ არ გინდა, იმიტომ რომ კიდევ თქო არ მოვტყუნდი, ან რაღაც, აი ეჭვებით რო უყურებ გარემოებას, მაგრამ მოდის ეს ადამიანი ხალხნო. მოდის.
ხო და ეს გასაგებია თქვენი სიტუაცია გავიგე და ამ რესპონდენტს ვინც უყურებს ახლა ამ ვიდეოს რას ურჩევდით? რჩევა, ანუ ეს ახალი ადამიანი ვინც მოდის, ენდოს ამ ადამიანს. ეს მისი ეჭვებია ესეთი. და თავდაცვის ინსტინქტი გაუშვას თუ? კი. აბსოლუტურად უნდა ენდო, იმიტომ რომ ნახე აგაყვავებს. ეს მოდის კი შეიძლება ინტიმური, უფრო მიწიერი ადამიანია, ნახეთ, ინსტინქტებზე, ვნებებზე, მატერიალურზე, ახლა აქვს კიდევაც ამის საშუალება. თვითონ ამოვიდა აგერ ჩემო კარგებო. ორმხრივი იქნება ეს თქვენს გენდომებად ის სიახლოვე, არა მარტო მას და ამიტომ ყველანაირად აგავსებთ ეს ურთიერთობა ამ ადამიანისგან, ნუ გონიათ რომ ნაკლებში დარჩებით, არა. აი ეხლა ახალი, ხო? 2 თვის განმავლობაშია ეს ადამიანი, ხო, რომ უნდა გამოჩნდეს და აი ესეთი სიტუაცია. თუ იქნა იცოდეთ რომ ნამდვილად გრძნობათა ღელვაში გადავარდებით, კარგი გაგებით. და სტაბილურობა ჩანს ჯერჯერობით. ეხლა მე ძალიან შორს მომავალში ვერ ვიხედები, იმიტომ რომ მაინც თქვენი ნება, სურვილი და თქვენი მოქმედება წყვიტავს აქ ყველაფერს, ხო? ეს არის პროგნოზირება, ხო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. და თუ მომყვებით, ასეც იქნება, მაგრამ აქ მაჩვენებენ სტაბილურობა იქნება ურთიერთობაში და თქვენ გრძნობით აივსებით და ეხლა უკვე იქ ადგილზე კარტი ვერ ამოხტება, ხო? თქვენ უნდა გადაწყვიტოთ და აი ესეთი ლამაზი და დადებითი ემოციებით, გემშვიდობებით დამილაიქეთ, მადლობა და წარმატებები. ჩვენ კიდევ შევხვდებით. ბევრ აქტუალურ თემებს ჩაგიწერთ. დროებით.